ეთერშია ჩვენ გადაცემა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, მე გახლავართ თემურ შენგელია და დღეს ჩემთან სტუმრად არის თქვენთვის უკვე ცნობილი ფსიქოლოგი ლაშა კოკაური. სავამშვიდობის. ლაშა, მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემა მარტო ზოგად ფსიქოლოგიაზე კი არ მინდა რომ გავამახვილოთ ჩვენს გადაცემაში ყურადღება. ბოლო პერიოდში საზოგადოება საკმაოდ შეწუხებული არის იმ პროცესებით, რომელიც როგორ გითხრათ, ახალგაზრდებში არის მომრავლებული. თუ სწორი გამოთქმა არის ეს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენს პრესას და ტელევიზიას თუ მივადევნებთ, ასე ვთქვათ, თვალყურს, ხო? დღე არ გავა, რომ ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ იყოს საუბარი. ბოლო პერიოდი არის, ეს პედაგოგი რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი სკოლის მოსწავლეებმა, ხო? რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო, რა უნდა ყოფილიყო განმაპირობებელი იმისი, რომ ესე გაემეტებინათ ადამიანი. და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად სამყაროში ძალიან ასე ვთქვათ, რთული პროცესები მიდის, რთული ცვლილებები მიდის, რომელიც ჩვენს ცნობიერებაზე აისახება და აისახება პირველ რიგში ფსიქიური განწყობით და შემდეგ უკვე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მე მინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ახალგაზრდების ჯგუფურ დანაშაულებებზე და დანაშაულობებზე. ასე ვთქვათ, რა არის განმაპირობებელი ფაქტორი ამისი, რატომ იმატა ასეთმა დაპირისპირებებმა და რა უწყობს ხელს ახალგაზრდებს იმისათვის, რომ ესეთი როგორ ვთქვა, ცხოვრების წესი აირჩიონ. მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ ამ თემაზე საუბარი ჩემთან ერთად გადაწყვეტეთ და მოგახსენებთ დეტალურად იმას, თუ როგორ ყალიბდება ჯგუფური დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობას იწვევს, ზოგიერთ შემთხვევაში ქურდობებს და დაზარალებულები უამრავნი არიან დღეს ჩვენ გარშემო. ჯგუფური დანაშაულის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ასე მყისიერად არ ხდება. მას აქვს საფუძველი ხშირად მოზარდობიდან. სწორედ პათოლოგიური გარემო იწვევს დანაშაულებრივი ჯგუფების ფორმირებას. რას ვგულისხმობ, ეს ძალიან ზოგადია პათოლოგიური გარემო, ავადმყოფური გარემო და ამას სჭირდება ჩაღრმავება და ხელის შეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ჯგუფური კრიმინალი ძლიერდება და ყალიბდება მაშინ, როდესაც ჯგუფის წევრები არიან წარსულში ტრავმირებულები. გადატანილი აქვთ სექსუალური ძალადობა, გადატანილი აქვთ შიმშილი, გადატანილი აქვთ ფსიქოლოგიური ძალადობა. როგორც წესი, კრიმინალები წარსულში თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლები. უბრალოდ მათ არავინ არ დაეხმარათ. შემდეგ რა არის მნიშვნელოვანი, ხო? მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი რამის გააზრება, რომ კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ჯგუფს სჭირდება, ინდივიდს სჭირდება, რომ იდენტიფიცირდეს რომელიმე ჯგუფთან, საკუთარი თავი მიაკუთვნოს რომელიმე ჯგუფს. სჭირდება, რომ იგრძნოს ეს მიკუთვნებულობა. ხომ იცით, თინეიჯერები როგორი წრე იპოვოს, საკუთარი წრე იპოვოს და თინეიჯერები როგორი მეამბოხეები არიან, ზოგადად როგორც მეგობრებთან უფრო ურთიერთობენ ვიდრე მშობლებთან მაგალითად, ხო, ეს განსაკუთრებული ასაკია. ეს ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ადრეც იწყება, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ კრიმინალურ სქემებში ჩაითრიონ მოზარდები, მაგრამ ძირითადად, ხო, ეს მეამბოხე ასაკი, თინეიჯ, რასაც ნიშნავს,
13-დან 19 წლამდე ამ პერიოდში ხდება ბავშვების გარევა ამ დანაშაულებრივ ჯგუფებში და რატომ? ისინი ცდილობენ რომ საკუთარი თავი მიაკუთვნონ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, რომ თავი იგრძნონ დაცულად. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ მიკუთვნებულობას, საერთო ენის გამონახვას, აი ეს ტრავმაც ხო? ტრავმაც საერთო ენაა. ორ ადამიანს, რომელსაც ერთნაირი ან მსგავსი გამოცდილებები აქვს, შეიძლება ესმოდეს ერთმანეთის. და მერე ხდება კრიმინალური ჯგუფის ფორმირება. კი ბატონო, საერთო ღირებულებების შექმნა, რომელსაც ტრავმა უდევს საფუძვლად. ბუნებრივია რომ ეს ავადმყოფური მოვლენაა. მენტალურად ავადმყოფური მოვლენა. მერე რა ხდება, ხო? მერე ხდება რამოდენიმე ეტაპის გავლა. ერთი ეს არის მორალური დესენსიტიზაცია. ეს რას გულისხმობს? თავიდან როგორც წესი პატარა დანაშაულებით იწყებენ. არავინ არ იწყებს დიდი დანაშაულით. პატარა დანაშაულს მოჰყვება შემდგომი პატარა დანაშაული, შემდგომი კიდევ პატარა დანაშაული, მერე იზრდება დანაშაულის მასშტაბი და საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ მკვლელობებიც, ან მაგალითად ისეთი დაჯგუფება, როგორიც იყო მხედრიონი, მაგალითად გასამხედროებული კრიმინალური ჯგუფი წარსულში, ხომ? ჩაგიკითხებით, აი ამას თავისით ანუ ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა განაპირობებს, რომ ამათ თავისით გააკეთონ თუ ხელმძღვანელობს ვინმე? საერთოდ ჯგუფს აქვს სტრუქტურა. ჯგუფს ყოველთვის ყავს ლიდერი. ჯგუფი ლიდერის გარეშე არ არსებობს. ეს მრგვალი მაგი და რომ მრგვალი მაგი დაიყო, მაგალითად მეფე არტურის, ხომ? იქ მეფე იყო და მეფე აი მრგვალი მაგიდის ირგვლივაც კი ეს ძალიან სოციალური ჯგუფი იყო, მაგრამ მაინც იყო ლიდერი და იყვნენ მიმბაძველები, ხო? იგივე ხდება კრიმინალურ სუბკულტურაში. არიან ლიდერი ან ლიდერები და არიან მიმბაძველები, რომლებიც ამ პროცესს მიჰყვებიან და რაღაც დავალებებს ასრულებენ. ანუ კრიმინალურ ფსიქოლოგიაში ამას კრიმინალს და კრიმინალოიდებს ვეძახით ჩვენ, ანუ კრიმინალი მთავარი ეს ლობისტი და კრიმინალოიდები ეს მიმბაძველები. ხო, რას ვამბობდი, რომ შემდგომში აი უკვე, როდესაც ხდება მორალური დესენსიტიზაცია და ღრმა იდენტიფიკაცია, უკვე ძალიან რთულია რომ ადამიანი დაიხსნა კრიმინალური ჯგუფის მეკუთვნებულობიდან. თუმცა რა თქმა უნდა აქ გამოსავალი არსებობს, მაგრამ საქმე რთულდება. ასევე სუსტი სოციალური პროგრამები, სიღარიბე და განათლების ნაკლებობა წარმოადგენენ იმ სოციალურ ფაქტორებს, რომელიც აძლიერებს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჩადენას. ერთის მხრივ ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმა, ან ფიზიკური ტრავმა, ან ძალადობის გამოცდილება. მეორეს მხრივ არის სუსტი სოციალური გარემო, სუსტი სოციალური ჯგუფები, რომლებიც ვერ ახერხებენ, რომ დაიცვან საკუთარი ბავშვები, საკუთარი მოზარდები იმისაგან, რომ არ იქნენ ჩათრეული რაღაცა ღრმა სქემებში. კრიმინალურ სქემებში. ამ შემთხვევაში რომელს უფრო აქვს პრიორიტეტი სუსტ გარემოს თუ თვითონ აი ამ ჯგუფის ფსიქოლოგიურ განწყობას? აქ სუსტი გარემო პირველ რიგში. თუ კი გარემო ძლიერია, მაშინ მოზარდმა იცის რომ მას შეუძლია თქვას არა. მას აქვს ძლიერი მორალური ნორმები. საერთოდ კრიმინალის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება რა არის? ხო, აი ჯგუფური კრიმინალის წევრი რო არ გახდეს მოზარდი, რომ ჰქონდეს ძლიერი კავშირები ოჯახთან, ანუ კარგი პოზიტიური გამოცდილება, ჰქონდეს კარგი სამეზობლო, კარგი სამეგობრო, ოღონდეს კარგი კი არ გულისხმობს მარტო იმას, რომ თავზე ხელს უსვამდეს და ეფერებოდეს. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ამ ხალხს შეეძლოს მტკიცედ დადგომა მოზარდის დასაცავად. ზოგადად მე დასაწყისშიც ვახსენე, რომ სწორედ შიში არსებობს რამოდენიმე მულტიფაქტორულია ახლა ეს საკითხი მარტო ერთ ფაქტორზე ვერ დაიყვანება ბუნებრივია, მაგრამ შიში, ტრავმა, ძალაუფლებისაკენ სწრაფვა ეს ის ფაქტორებია, რომლებიც უბიძგებს ადამიანს გახდეს კრიმინალური დაჯგუფების წევრი. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, ვის ეშინია, ვინც გრძნობს, რომ მას არ აქვს დაცვა სათანადო. ვინ არის ტრავმირებული, ვისაც არ იცავდნენ სათანადოდ, ხო? და ვინ ისწრაფვის ძალაუფლებისაკენ, ვინ არის გაშმაგებული ძალაუფლებისაკენ მისწრაფებული ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ
ეს არ არის ჯანსაღი ფსიქოტიპი. ესე იგი, მასაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა, წარსულში ჩაგვრის ობიექტი იყო, ამიტომ სჭირდება კომპენსაციის სახით ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. ძალაუფლებისაკენ სწრაფვა ეს არის კომპენსაცია. მეტი არაფერი. ეხლა მახსენდება ჩვენი ბავშვობის პერიოდი, ხო? ბავშვები როგორ ვიყავით, სახლი იყო, ოჯახი, ეზო, ის გარემო, სადაც ჩვენ ძირითად დროს ვატარებდით, ეს იყო სკოლა და ის საზოგადოებრივი დატვირთვები, რომელიც სკოლაშიც ჰქონდა, ეს იყო სხვადასხვა წრეები, იყო სხვადასხვა ღონისძიებები იყო, რომელიც გვინდოდა თუ არ გვინდოდა, ჩვენ მაინც ერთად ვიღებდით ამაში მონაწილეობას და აი ამ ერთიანობის შეგრძნება მაგალითად ეხლა თქვენ რო დაასახელეთ მე ეხლა გავიხსენე რამდენად ძლიერი იყო ჩვენთან ჩვენ დროს მე ისიც კი მახსოვს მაგალითად აი ეზოში ხო მეზობლები ბავშვები რომლებიც ერთად ვიყავით და თუ ვინმე უცხო გამოჩნდებოდა ხოლმე დაუშვათ ან ჩვენი ასაკის ან ჩვენზე ცოტათი უფროსი სულ ყველანი ერთად შეკრულები დავდგებოდით და ვარკვევდით ვინ იყო და რა უნდოდა აი ამას აქვს რასაკვირველია დიდი მნიშვნელობა ამიტომაც ჩვენს პერიოდში ასეთ ალბათ მაინც იყო ხო შემთხვევები მაგრამ ეს იყო შემთხვევები და არა სისტემური კი ბატონო, მე ამაზე პრევენციის ნაწილში მინდოდა გვესაუბრა და მოდი მივიდეთ ამ ნაწილზეც და შევეხოთ ამასაც. ზოგადად, როგორც ვახსენე დასაწყისში, ჯგუფის კონკრეტული ჯგუფისათვის თავის მიკუთვნება არის ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება. ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნილება. და როგორ უნდა ვაგრძნობინოთ ბავშვს მოზარდს თავი დაცულად. ნაცვლად იმისა, რომ ეს კონკრეტული მოზარდი წავახალისოთ, რომ ჩაერთოს კრიმინალურ დაჯგუფებებში, ჩვენ შეგვიძლია რომ საპირისპირო პლანზე, საპირისპირო მხარეს მისი ეს მისწრაფება მივმართოთ იმისაკენ, რომ იყოს სპორტული გუნდის ნაწილი, იყოს ხატვის წრის ნაწილი, იყოს ჯგუფური ფსიქოლოგიური სესიების გუნდის ნაწილი, სადაც მისთვის ავტორიტეტები იქნებიან ჯანსაღი ადამიანები და არა კრიმინალები და პათოლოგები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიკუთვნებულობის განცდა დავუკმაყოფილოთ ბავშვს და დაკმაყოფილება უნდა მოხდეს როგორი ფორმით, სწორი ფორმით. ანუ ავტორიტეტები, აი როგორც ვახსენე, მრგვალი მაგიდის თავშიც მე ფეიჯდა თქო და კრიმინალებსაც ჰყავთ მთავარი ეს ლობისტი, ვინც განაგებს ყველაფერს. ისინი კი არ უნდა იყვნენ ავტორიტეტები მოზარდებისათვის. ავტორიტეტები უნდა იყვნენ ჯანსაღი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ მაგალითი მისცენ, გზა უჩვენონ მოზარდებს, რომლებიც მთელ გარდამტეხ პროცესებს განიცდიან ქაოსს, ემოციების აფეთქებას, განიცდიან ჰორმონალურ აფეთქებას ორგანიზმში. და ამ დროს მნიშვნელოვანია რომ სწორი საყრდენი შეიქმნას, სწორ ჯგუფთან გააკეთოს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია. აი, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ მაგალითად პატიმრებზე, ხო, რომლებმაც უკვე ჩაიდინეს დანაშაული და რომელთანაც ვერ მოხდება დანაშაულის პრევენცია, რადგან მათ უკვე ჩადენილი აქვთ ეს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოს ფსიქოლოგმა, როგორ უნდა იმუშაოს პატიმრის მენტალურ ჯანმრთელობასთან იმისთვის, რომ ციხიდან რომ გამოვა დანაშაული არ გამეორდეს. მაშინ, როდესაც სხვათა შორის საქართველოში ძალიან მაღალია ციხიდან გამოსული პატიმრების შემთხვევაში დანაშაულის განმეორების ალბათობა, იმიტომ რომ ამ სერვისების ნაკლებობა არსებობს, რაზეც ვისაუბრებ სულ რაღაც 2 წუთში. და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ძალიან დაბალია დანაშაულის განვითარების რისკი. განვითარებულ ქვეყნებში ხაზს უსვამ. ახლა ვისაუბრებ რატომ? იმიტომ რომ იქ კარგად ესმით ფსიქოლოგიური სერვისების საჭიროება და რას გულისხმობს ეს? ნაცვლად დაზიანებული კრიმინალისა დიახ, სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებობს ჯგუფური თერაპიის ოთახები და ინდივიდუალური თერაპიის ოთახები და რას გულისხმობს ახლა ეს? ნაცვლად იდენტიფიკაციის შენარჩუნების, იმიტომ რომ ციხე ზოგადად აძლიერებს იდენტიფიკაციას. რამდენისგან გაგიგიათ, რომ სროკზე წავიდა, სროკზეა ნამყოფი, ნასროკალი ბიჭია და ასე შემდეგ და ამან გააძლიერა მის ეს კრიმინალური ავტორიტეტი.
მაგრამ ამის საპირისპიროდ რისი გაკეთება შეიძლება, ხო, რა უნდა დაინერგოს, რა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია დაინერგოს ჯგუფური სესიები. მე არ ვიცი ახლა ეს ზუსტად ხორციელდება თუ არა ამ ეტაპზე საქართველოში სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში, მაგრამ უნდა დაინერგოს ჯგუფური სესიები, სადაც კრიმინალი იტყვის, რომ ის არის ყოფილი კრიმინალი. გააცნობიერებს იმას, რატო არის იმ კონკრეტულ ადგილას, რა ჩაიდინა, მიიღებს მის სასჯელს და კი არ იტყვის, რომ ის არის კრიმინალი, იტყვის, რომ ის არის ყოფილი კრიმინალი და დაკავდება ახალი სოციალური ჯგუფის წევრობით. ეს შეიძლება იყოს დურგლობა და თქვას, რომ აი მე ხეზე მომუშავე ვარ და სამეგობროდ შეიძინოს პროფესიული წრეც, ან მხატვრობა, ან რაიმე მსგავსი, რომ საკუთარი თავი მიაკუთვნოს ახალ ჯგუფს, შეცვალოს იდენტიფიკაცია. იგივე აი მათ შორის ნარკოდამოკიდებულებებთანაც იდეალურად მუშაობს ეს ნაწილი თამაშდამოკიდებულებთანაც, რომ ყოფილი ნარკოდამოკიდებული, ყოფილი თამაშდამოკიდებული და არა თამაშდამოკიდებული. და ახალი ვინ? ჩვენ ახალი იდენტიფიკაციის პოვნაშიც უნდა დავეხმაროთ პატიმრებს. რომ იპოვონ თავის გაახლებული ვერსია, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ ახალ გარემოში, ახალ სამყაროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაგერთვებით, აი მარტივად რომ ვთქვათ, ხო, აი ბავშვობიდან ეხლა თქვენ უკვე სასჯელ აღსრულების სისტემა ახსენეთ და ბავშვობიდან მოყოლებული, ხო, ესეთი მოთხოვნილება და ასეთი ქმედებების ჩამდენი არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაღაც გარკვეული პოტენცია. რომლის ასე ვთქვათ გამოყენება და გაცნობიერება მათ ვერ შეძლეს და ვერ გააკეთეს. ხო? აქედან გამომდინარე არის და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში თუ არსებობს ესეთი სისტემა, ხო? მაგას რა ჯობია, ანუ აძლევენ, უნდა მისცენ ადამიანს იმისი საშუალება, რომ გააცნობიეროს აი ეს ძალა და ეს ენერგია, რომელიც აქვს, რომელსაც ის სხვის დათრგუნვაში გამოიყენებს, რა ტიპის არის და როგორ შეუძლია მას სწორად გამოიყენოს ეს ენერგია. კი ბატონო და კიდევ მინდოდა დამატება მე მოზარდობის ნაწილზეც ისე მოხდა რომ ვერ დავასრულეთ ისე გადმოვედით სასჯელ აღსრულებაზე და სასჯელ აღსრულებაზე გეთანხმებით სრულიად მან უნდა იპოვოს თავის ენერგიის რეალიზების წყარო და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სასჯელ აღსრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხელშეწყობა, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა პატიმრებს, რომ საკუთარი ახალი იდენტობის რეალიზების საშუალება ჰქონდეთ. სწორედ ეს არის ის, რაც იწვევს ცვლილებებს. ჩვენ თუ მთელი ეს ნამუშევარი ჩავკალით ადამიანში, რას ვიღებთ? იმედგაცრუებულ ადამიანს და ძველი იდენტიფიკაციის, ანუ კრიმინალის იდენტიფიკაციის განმტკიცებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ქმნიდეს სამუშაო ადგილებს მათთვის, რათა მოხდეს პრევენცია კრიმინალისა, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი ახალი იდენტობის განხორციელება. ეხლა რა არის კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? პრევენცია თუ ინტერვენცია? რა თქმა უნდა, ჯობს პრევენცია, ვიდრე ინტერვენცია ყოველთვის. ჯობს შევამციროთ დანაშაულის მოხდენის ალბათობა, ვიდრე მერე გამოსწორებაზე ვიმუშაოთ და ფსიქოკორექციაზე და ასე შემდეგ. მე მინდა შევეხო პრევენციის ნაწილს. აი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შემცირდეს კრიმინალური ქცევა, ეს პათოლოგიური ქცევა. მოდი ასე დავარქმევ. ფსიქოპათოლოგიური ქცევა, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვუსვამ ხოლმე ხაზს. კრიმინალური ქცევა არ წარმოადგენს ჯანსაღ ქცევას. არასოდეს. ზოგადად აი რა ხდება, ხო ადამიანები ამბობენ, ვინც კრიმინალს ჩადიან, ეუფემიზმები ჰქვია ამას, როდესაც ისინი ლამაზად ამკობენ თავისი ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელ მიზეზებს. ამბობენ სამართლიანობის სახელით. ამას მოუპარავ იმას უნამუსო ბიზნესებით აქვს ნაშოვნი და ასე შემდეგ. უნამუსო ბიზნესებით თუ აქვს ნაშოვნი და შენ ამისი მტკიცებულება გაქვს, მიმართე სახელმწიფოს.
და სახელმწიფო ზოგადად ვალდებულია, რომ ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად სამართლიანი იყოს. სამართლის უზენაესობა არ ნიშნავს იმას, რომ სამართალი ყველაფერზე მაღლა დგას. სამართლის უზენაესობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბრად თანასწორია. თუ ერთს ეპატია კონკრეტული ფაქტი, უნდა ეპატიოს სხვა ყველას და თუ არ ეპატია ერთს, მაშინ არ უნდა ეპატიოს არც ერთს. ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა. ეს მინდა ხალხს კარგად ესმოდეს და შემდეგ ზოგადად ხო, როდესაც ადამიანები კრიმინალურ ქცევას ახორციელებენ, ისინი ხშირად როგორ ვთქვა, ამბობენ, რომ აი სამართლიანობის სახელით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დაუშვათ, ჩვენი ეს საქციელი სწორია, ეს უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ბოროტების უდიდესი წილი ამ სამყაროში სწორედ სამართლიანობის სახელით არის ჩადენილი. სწორედ ბოროტების საფუძველი ხშირად არის ეს შენიღბული სამართლიანობა. რატო? იმიტომ რომ ეს არის კოგნიტური რეკონსტრუქტიზაცია, როდესაც ადამიანები ამართლებენ თავის დანაშაულებრივ ქცევას. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, ქცევის კორექციაზე, ერთი რა არის მნიშვნელოვანი, ის რომ კრიმინალად არ ჩამოყალიბდეს ადამიანი, რა არის მნიშვნელოვანი, ხო? რომ ოჯახმა შეძლოს იდენტიფიკაცია, რომ მათ შვილს აქვს პრობლემა. ვისთან ურთიერთობს, რამდენ ხანს ატარებს ქუჩაში, როგორი აკადემიური მოსწრება აქვს და როგორ სწავლობს მათ შვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები. ისევ ჩაგერთვებით, აქ ოჯახზე არის პირველ რიგში, ასე ვთქვათ, დამოკიდებული. ძალიან სამწუხარო რეალობა არის ის, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, რომ მშობლებსა და შვილებს შორის უმეტეს შემთხვევაში, მე ყველას ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში არის, პათოლოგიური დამოკიდებულება, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მშობლები ორიენტირებული არიან სამსახურზე და ფულის შოვნაზე, ეს ასე ვთქვათ, დღევანდელი ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის და შვილის როგორ ვთქვა, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც საჭირო არის შვილისათვის. აქ მე დედაც მყავს მხედველობაში, მამაც მყავს მხედველობაში და შესაბამისად აქედან გამომდინარე უკვე აი ეს პათოლოგიური ასე ვთქვათ, განწყობები ფსიქოლოგიური, ხო? აქედან იღებს სათავეს. მე ესე მგონია. მე გეთანხმებით ამაში და მინდა გითხრათ, რომ წარმოიდგინეთ, რამდენი მშობელია ემიგრაციაში წასული. ზოგადად აი სერიული მკვლელების ფორმირების საფუძვლებზე რომ ვსაუბრობდეთ, მე გეტყოდით, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განცალკევებული ოჯახები. და ზოგადად ეს რა თქმა უნდა, ახლა ბავშვი, რომელიც განიცდის, აი ვსაუბრობდი რა განაპირობებს თქო და სიყვარულის დანაკლისს და მხარდაჭერის დანაკლისს. ბუნებრივია, რომ ეს აქცევს ადამიანს კრიმინალური ჯგუფის წევრად და ზუსტადაც რომ ეს ოჯახის არაჯანსაღი გარემო და არაჯანსაღი ურთიერთობები აყალიბებს კრიმინალურ ქცევას და კრიმინალურ პიროვნებას, მოდი ასე ვიტყოდეთ. ეგეთი ქცევებისაგან. ეხლა თქვენ ახსენეთ, ხო, საზღვარგარეთ წასული მშობლები. მე აუარებელი რაოდენობა ვიცი იმ ბავშვებისა, რომლებიც, დათრგუნულ მდგომარეობაში იყვნენ იმის გამო, რომ მათი დედა წავიდა. ხო, მე მესმის, რომ შეიძლება რაღაც რთული პროცესი იყოს და რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, 1 წლით, რამოდენიმე თვით, მაგრამ როდესაც მთლიანად მიდის და შვილსა და დედას შორის კავშირი წყდება, ეს კატასტროფის დოლფასია. ჩემი გადმოსახედიდან ეს უფრო სოციალური საკითხია, რასაც სახელმწიფო უნდა რეგულირებდეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით არც ერთი მშობელი არ მიდის, განსაკუთრებით ქართველი დედები, მე ვამბობ ხოლმე კიდემც, რომ გადამეტებული დამოკიდებულება აქვთ ქართველ დედებს შვილებთან მიმართებაში თქო. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არც ერთი მშობელი არ მიდის, იმიტომ რომ სხვა გზა აქვს. ოჯახის შესანახად მიდიან როგორც წესი, იმიტომ რომ პურის ფული არ აქვთ. და სწორედ სახელმწიფო პურის ფულის გულისთვის აქ ხაზგასასმელია და სახელმწიფოს როლი აქ იკვეთება, რომ ქმნიდეს ნორმალურ სამუშაო გარემოს, ნორმალურ სამუშაო გრაფიკებს, რომ
მშობელმა შეძლოს შვილისთვის განათლების მიცემაც, ღირსეული ბავშვობა რომ ჰქონდეს, არა აქვს საუბარი იმაზე, რომ დაუშვათ ქვეყნიდან ქვეყანაში დაფრინავდეს, ამას ყველა შეძლებს თავის დროზე ზრდასრულობაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირსეული განათლება ჰქონდეს, ნორმალური ჩასაცმელი ზაფხულში ისეთ ტანსაცმელი გამოსაცვლელი უნდა ჰქონდეს, რომ ბოდიშით და ოფლში არ იხრჩობოდეს და ზამთარში კიდევ არ უნდა სციოდეს და ფეხსაცმელში წყალი არ უნდა შესდიოდეს ადამიანს, და როდესაც ამ პრობლემებს უპირისპირდებიან მშობლები, მერე ერთ-ერთი მათგანი ხშირად იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ემიგრაციაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა და რამდენადაც მე შვილიც ამას აცნობიერებს, მე ეს ფრუსტრირებული შვილი ნახეთ, მიდის და პოულობს სხვა ფრუსტრირებულ შვილებს და მე უჩნდება განცდა უსამართლობის, რომ დედამისი წავიდა ან მამამისი წავიდა და მაშინ სრულიად სამართლიანია, რომ იმ ბიზნესმენს მოპაროს, რომელიც 700 ლარზე ამუშავებს თანამშრომელს მთელი დღე წელში წყვეტს და მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს ამის წინაშე. არადა ესეც დანაშაულია თავის მხრივ და სახელმწიფოს როლი აქ არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფო კანონმდებლობაში იმდენი ნაპრალი არსებობს, საიდანაც ბიზნესმენები თავს იძვრენენ გადასახადებისგან ან ტარიფების დაწევისაგან. აი მაგალითად რამდენადაც მე მოვისმინე, მე არ ვიცი ფაქტობრივად ესეა თუ არა, ხაზი მინდა გავუსვა, მაგრამ რამდენადაც მოვისმინე სოციმედიაში, მაგალითად ნიკორას, ხო, რომელსაც ძირითადად თავისი პროდუქტები აქვს, ყიდულობს თავისივე სხვა კომპანიიდან, თავისივე წინამორბედი კომპანიიდან და ისე შემოაქვს პროდუქტები და საქმეზე რომ იდგება, ამბობს, რომ მხოლოდ 3% აქვს მოგება, როცა რეალურად ძალიან დიდი თანხა თავის თავს დაუტოვა და ეს თანხა არ ჩანს. თავის თავს დაუტოვა როგორც დისტრიბუტორს. ასე თქვეს ყოველ შემთხვევაში, ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ საფუძვლიანი ვარაუდი ეჭვი მაქვს, რომ ასე უნდა იყოს. და ამაზე როგორ დავიჯერო, რომ ახლა ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებისათვის გაჟონა ამ ინფორმაციამ არ აქვთ სახელმწიფო უწყებებში, მაგრამ რა ხდება ხო, რომ ადამიანი არ წარმოადგენს პრიორიტეტს და სწორედ ეს აყალიბებს ჯგუფურ დანაშაულს. მე მინდოდა მეთქვა, რომ აი ზოგადად რა არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენცია მოხდეს ამ ჯგუფური დანაშაულის, ეს სქემატური ჩართულებაა მნიშვნელოვანი, მულტიფაქტორული. არსებობს ესეთი მიდგომა, მულტიფაქტორულ თერაპიასაც კი ეძახიან და სხვათა შორის მე მაქვს ამის გამოცდილება. ეხლა ეს რას გულისხმობს? ფსიქოლოგთან სეანსები, როგორც წესი დამკვიდრებულია პრაქტიკაში, რომ ხდება კვირაში ერთხელ ერთი აკადემიური საათით. ეს შეიძლება იყოს 45 წუთიდან 50 წუთამდე ან ერთი სრული საათი შეიძლება, მაგრამ აკადემიური საათი არის 45-50 წუთი მოგეხსენებათ. განსხვავებით კლასიკური ფსიქოლოგიური ინტერვენციებისაგან, აი მე რომ კარიტასში ვმუშაობდი, ფსიქოლოგი იყო 24 საათის მანძილზე ხელმისაწვდომი. ანუ რამე რომ მომხდარიყო ოჯახის წევრს რომ დაერეკა ტელეფონზე კომუნიკაციის საშუალებით, მაშინვე იწყებოდა საჭირო ინტერვენცია. თუ ბავშვი სახლიდან წავიდოდა, ამ დროს ხდებოდა მობილური ჯგუფის გასვლა და პოვნა. სხვათა შორის კარიტასის თავშესაფარზეც ამ 2 დღის წინ მითხრეს, რომ იხურებაო და ეს ძალიან ცალკე ტრაგიკული მოვლენა. მე არ ვიცი ამის ალტერნატივას რას ხსნიან, ფინანსების ნაკლებობის გამო, ახალი კანონების გამო, გრანტების მიღება ისე თავისუფლად ვეღარ ხდება. მიწა არ გამოყო სახელმწიფომ, რომ თავშესაფარი აშენებულიყო და მუდმივად ქირის გადახდა უწევდათ საკმაოდ დიდი თანხის და ასე მოხდა, როგორც მოხდა. და ასე მითხრეს, რომ ეხურებაო, ხო? ახლა რაც შეეხება ამ საქმიანობას, ხო? ფსიქოლოგი მიდის ოჯახში, ატრენინგებს მშობლებს ჯანსაღი ქცევის შესახებ, აძლიერებს ურთიერთობას მშობელს და შვილს შორის ადგილზევე. ესაუბრება სამეზობლოს, იკვლევს ვინ არის სანდო დასაყრდენი სამეზობლოში, ვინ არა. ხვდება ამ მოზარდის ჯგუფის წევრებს, გარემოცვის წევრებს და ნაცვლად კონკრეტულად მარტო მოზარდზე მუშაობისაც ცდილობს, რომ მისი გარემო ამოაბრუნოს და ნაცვლად პათოლოგიური გარემოსაგან შექმნას სტრუქტურირებულად ჯანსაღი გარემო. ეს პროცესი, როგორც წესი, გრძელდება 3 თვიდან 5 თვის მანძილზე. 3-5 თვე არის ეს პირველადი ეტაპი, მერე ხდება ინდივიდუალური შეხვედრები და
მათ შორის სკოლაში კომუნიკაციაც, მათ შორის მასწავლებლებთან ეს ინფორმაციის გაცვლაც, სხვათა შორის მასწავლებლების ზოგიერთი წელი საკმაოდ მტრულად იყო ამის მიმართ განწყობილი, რაღაცა არ უნდათ რომ ვინმეს შეეხედა მათ საკლასო ოთახში და ეკითხათ მათი მოსწავლის მდგომარეობის შესახებ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, როდესაც ხშირად მასწავლებელიც კი თავად წარმოადგენს ხოლმე რაღაც დესტრუქციულ ძალას მოსწავლისათვის, იმიტომ რომ რამდენი მოსწავლე ვიცით, რომელიც მასწავლებელმა დააფრუსტრირა სამწუხაროდ. მე ძალიან ბევრ კარგ პედაგოგსაც ვიცნობ, მე სკოლებშიც ნამუშევარი მაქვს, ეს ახალი ამბავი არ არის ფსიქოლოგის პოზიციაზე, მე სკოლებშიც ნამუშევარი მაქვს. მაგრამ ეხლა ისეთი სისტემა არის, ეხლა სკოლებში ნამუშევარი გაქვს და კარგად ერგოებით. ისეთი სისტემა არის საგანმანათლებლო შექმნილი, რომ თვითონ ეს სისტემა უბიძგებს მასწავლებელს, რომ ასე ვთქვათ, კონფლიქტური სიტუაცია კონდეს მოსწავლესთან. მე ასე ვთქვათ, გარედან როგორც დავინახე იმას ვამბობ. მესმის და აქ რა ხდება, ისე წამოწიეს მოსწავლეების უფლებები წინ, რომ არ განსაზღვრეს უფლება და ვალდებულება. და რაღაცნაირად ეს იყო უდიდესი შეცდომა, მოსწავლე და მასწავლებელი წარმოაჩინეს სისტემურად, ჩემი აზრით, ერთმანეთის დაპირისპირებულ ნაწილებად ეს არსებობდა, ნაცვლად იმისა, რომ ერთიანობის ნაწილად წარმოეჩინათ. ზოგადად მასწავლებლის ავტორიტეტის ნგრევა იყო უდიდესი შეცდომა. როდესაც მასწავლებლების გაუფასურება დაიწყო, მაშინ ვინ გახდა სამაგალითო ბავშვებისათვის? როდესაც მასწავლებელი წარმოადგენდა ავტორიტეტს, ვინ იყო ხო ეს ავტორიტეტი? განათლებული ადამიანი, ნორმალური ქცევით, ნორმალური აზროვნებით, დახვეწილი ქცევის მანერებით, დახვეწილი მეტყველებით და მე ვინ ხდება ავტორიტეტი, ვის ვთავაზობთ? ეს არის ხო ცალკე საკითხი. და ამ დროს რა ხდება? უბრალოდ აქ უნდა მომხდარიყო მასწავლებლების გადატრენინგება. დაესწავლებინათ მასწავლებლებისათვის ახალი მეთოდები, რომელიც გააძლიერებდა მოსწავლეებში პროსოციალურ ქცევას, რაც ზოგადად პედაგოგიკის სწავლა უწინ ხო პედაგოგიკას რო ასწავლიდნენ ხო ფსიქოლოგიური ელემენტები იქ ისეთი რაოდენობით იყო რომ პედაგოგი უკვე თვითონ გამოდიოდა ხო სრულყოფილი როგორ ვთქვა ხელმძღვანელი ამ პროცესისა. ზოგადად მე ესეთი განცდა მიჩნდება, რომ მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს ვერ ვიტყვი, რომ ყველას მე ძალიან ბევრ კარგ პედაგოგს ვიცნობ, მინდა ისევ ხაზი გავუსვა, მაგრამ ზოგიერთ ნაწილს თითქოს დაავიწყდა, რომ სკოლის ფუნქცია არის სააღმზრდელი, საგანმანათლებლო და არა მხოლოდ საგანმანათლებლო. აი ეს რაღაცნაირად ავიწყდებათ ხოლმე და პოზიტიური ქცევის წახალისებაც და სწორედ აქაც ძლიერდება კრიმინალი და კრიმინალის საფუძველი. როდესაც შენ ფრუსტრირებული ბავშვი გყავს, რომელიც მასალას ვერ ეწევა და შენ მიდიხარ და პროგრამას უნდა გავყვე და მიჰყვები ამ პროგრამას. ის ბავშვი ვეღარ იგებს, რა უნდა აკეთოს? ურევს გაკვეთილს, რა უნდა გაიყვანოს, ხო? მერე ურევს გაკვეთილს, ოქმს დაგიწერ შენ. მერე თავის იდენტიფიკაციას სადახდენს, ამას სად მიყავართ, მე ცუდი ტიპი ვარ. ცუდი ტიპი ვარ, წავალ ცუდ ტიპებს ვიპოვე. ასე აზროვნებს ბავშვი. და წევრიანდება იმ ფრუსტრირებული ადამიანების ჯგუფში. ხდება დევიანტი, რაც გადახრილ ქცევას გულისხმობს ნორმებისაგან. შემდეგ რა ხდება? შემდეგ შეიძლება ანტისოციალიც გახდეს და დანაშაულებიც ჩაიდინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ ეს მულტიფაქტორული ნაწილია, ეს სკოლა, ოჯახი, გარემო, იმიტომ რომ აი ფსიქოლოგიაში ხო, როდესაც თუნდაც ფსიქიკურად ავადმყოფთან გვაქვს საქმე, ოჯახურ ფსიქოთერაპიაში მიიჩნევა, რომ ის ადამიანი კი არ არის ავადმყოფი. ის ადამიანი არის იდენტიფიცირებადი სიმპტომი. ანუ ნიშანი იმისა, რომ ოჯახში და გარემოცვაში არსებობს არაჯანსაღი ურთიერთობები და უბრალოდ ის ადამიანი იდენტიფიცირდა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიმინალურ ქცევაზე, ესეც იგივეა, კრიმინალური ქცევის არსებობა და ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულებების არსებობა მიანიშნებს ერთადერთ რამეს, რომ სოციალური გარემო მიკრო და მაკროთი რო გავშალოთ, ხო, ოჯახიდან სამეზობლო, სამეგობრო, სანათესაომდე და სკოლამდე, ხო? ესე იგი არის ძალიან სუსტი.
ადამიანი თავს გრძნობს დაუცველად, სუსტად და ასე შემდეგ და მე ვცდილობს რომ საკუთარი თავი მიაკუთვნოს ვის, სადაც თავს დაცულად იგრძნობს. აი არ ვიცი ამაზე უფიქრია თუ არა ხალხს და საზოგადოებას, მაგრამ კრიმინალის ჯგუფის წევრობა ეს დაცულობასთანაც არის, ეს მცდარი წარმოდგენაა, მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ დაცულობასთანაც არის ასოცირებული ბევრისათვის. იმიტომ რომ რაღაცა ავტორიტეტი აქვს, რაღაც ვიღაცისთვის სახიფათოა და ვიღაცებმა იციან რომ აი ეს იმათთან ერთად არის და რაღაცა თავს დაცულად გრძნობს ამის გამო. ამის გამო წევრიანდება. თორემ ადამიანი, აი მე სულ ვამბობ ხოლმე, თავისი ბუნებით როდესაც ყველა პირობა დაკმაყოფილებული აქვს. მინდა ხაზი გავუსვა, როდესაც ყველა პირობა დაკმაყოფილებული აქვს. მიდრეკილია სიკეთისაკენ, მიდრეკილია თვითაქტუალიზაციისაკენ, მიდრეკილია თვითრეალიზაციისაკენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც ნიჭის და შემოქმედებითი ენერგიის რეალიზებისათვის. კი, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ცივა, რომელსაც შია, რომელსაც წყურია, რომელსაც ღამე მშვიდად ვერ სძინავს, რომელსაც არ აქვს ჯანსაღი ურთიერთობები ამ მიკროსოციალურ გარემოში და გინდაც მიკროსოციალური გარემო უფრო დიდ როლს თამაშობს, ხაზი გავუსვათ, ანუ ოჯახი, ხო ეს საფუძველი რაც არის ახლა მერეა ეს გარემოცვა და გარემოცვას თუ ოჯახში ძლიერი ურთიერთობებია, იცის ადამიანმა, ბავშვმა, მოზარდმა, ან ზრდასრულმა, რომ შეუძლია უთხრას არა. არ გახდეს იმ ყოველდღიურობის ნაწილი, რასაც თავაზობს ეს გარემო, მაგრამ როდესაც ოჯახშიც პრობლემები ამას ვეღარ ახერხებს. და აი მასლოუს იერარქიას მივყევი გარკვეულწილად, ხო, სადაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან მიკუთვნება სიყვარულის ჩათვლით და ეს დაცულობის ჩათვლით თუ დარღვეული აქვს ადამიანს, იქ ძალიან რთულია, რომ ჩვენ ვისაუბროთ მერე თვითრეალიზაციასა და თვითაქტუალიზაციაზე. ძალიან რთულია, რომ ჩვენ ვისაუბროთ შემოქმედებითობაზე, სიყვარულზე, მიმღებლობაზე, მიმტევებლობაზე, იმიტომ რომ გაჭირვებულ ადამიანს სხვა საზრუნავი აქვს. გაჭირვებული ადამიანები ერთის მხრივ მიდრეკილები ვართ ჩვენი ბუნებით სიკეთისა და შემოქმედებითობისაკენ და მეორეს მხრივ ჩვენ ვართ ადაპტაციური არსებები, რომლებსაც გენეტიკაში გვაქვს ესეთი ინფორმაცია გადარჩი. და სწორედ აი ეს არის, რაც ის რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ეს როგორ გითხრათ, ადამიანი ზოგადად პროგრამების ერთობლიობას წარმოადგენს და ჩვენმა ცივილიზაციამ, რომლის წარმომადგენლებით ჩვენა ვართ, ხო, ქართველები, ამ შემთხვევაში იმან ვინც შექმნა ჩვენ ღმერთს რომ ვეძახით, იმან მოგვცა იმისი უფლება, რომ ჩვენ გვემართა ის ჩვენი პროგრამები. და ჩვენ გადაგვეწყვიტა, ასე ვთქვათ, რომელი პროგრამა, როდის, რანაირად უნდა გამოგვეყენებინა. და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ადამიანი მთლიანად ორიენტირებული არის მატერიალურ პლანზე. ადამიანს რომ მქონდეს ცნობიერება, აი იმ დონეზე, რომ ის აერთიანებს მატერიალურ და არამატერიალურ პლანს და ყველა საწყისიც და შედეგიც არამატერიალური პლანიდან მოდის, მაშინ მისთვის უფრო მარტივი იქნებოდა ამ პრობლემების გადალახვა. მაგრამ სამწუხაროდ ესე არის ადამიანი, ესეთი პერიოდი იყო, იმედია რომ დამთავრდა, დასრულდა ეს პერიოდი და შემდგომი ადამიანი უკვე ბევრად უფრო ცნობიერი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია არსებობს და მე რა მაინტერესებს, იცით, აი თქვენ როგორც ფსიქოლოგი, აი რა არის ესეთი მდგომარეობა? რა უნდა ვქნათ? ხო, რა უნდა ვქნათ? სამწუხაროდ ყველაფერი რაც დღესდღეობით ჩვენს აქ ვალდებულება არის ხელისუფლების. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ერთი რამ, რომ ისინი კი არ არიან ბატონები, ისინი არიან დაქირავებული პერსონალი, რომელთა ვალდებულებაც არის, რომ ქვეყანაში არსებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესონ. პირველი ეს უპირველეს ყოვლისა. ეხლა მეორე, რასაც აკეთებენ იმის საპირისპირო უნდა ხდებოდეს და ავხსნი რას ვგულისხმობ. წინა პლანზე ვინ არიან წამოწეულები? სპორტსმენები.
ტატამზე გაგორდა, არა მე ყველას შრომას პატივს ვუწევ, მიცით ახლა რომ სპორტის ოსტატის ხარისხი მაქვს მე თვითონაც და კარატეში შავი ქამრის მფლობელი ვარ და პირველი დანის და მე პატივს ვუწევ სპორტს, ძალიან მიყვარს. და დღესაც ვიდრე აქ მოვიდოდი გულწრფელად ვიტყვი რომ დაახლოებით 80 აზიდვა გავაკეთე ტურნიკეტზე, იმიტომ რომ მე თვითონ ვთვლი რომ ადამიანი უნდა იყოს ჯანსაღ ფორმაში. მე ამას პატივს ვუწევ, მინდა ხაზი გავუსვა. მაგრამ ვიღაც ტატამზე გაგორდა და გაგორდა არ ქვია ახლა დიდი შრომა არ მინდა დავაკნინო და მე თვითონაც ესე წარმოუჩდე აი ვიღაც შრომას ვაუფასურებდე, მაგრამ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მილიონით აჯილდოვებ. ამ დროს ვიღაცამ დაწერა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი. და რუსთაველის ფონდი ან გამოუყოფს, ან არა 50,000, ეუბნება რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მულტიდისციპლინარული და ეხლა შენ ჩართე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები შენ კვლევაში. და ეს 50,000 ხშირად რო 2 წელიც სჭირდება ხოლმე კვლევას და ზოგჯერ 4-იც, გაყავით 2-ან გინდაც 4 კაცზე. და რა რჩება მერე მკვლევარს, ხო? და აი ეს არ უნდა იყოს. როდესაც ვიღაცები გამოდიან და ამბობენ რომ ჩვენ არ გვჭირდება განათლება და ვხედავთ როგორ ამცირებენ ლექტორებს, პროფესორებს და ინტელექტუალურ ელიტას, რომელიც ერთგვარად საშუალო კლასს უნდა წარმოადგენდეს და ძლივს საქართველოში საშუალო კლასმა თავი ამოყო და ისევ ამ თავების მოჭრა წავიდა, იმიტომ რომ კარგად იციან რომ საშუალო კლასს ძალა აქვს გამოიწვიოს ცვლილებები და წავიდა ამათი თავების მოჭრა. ეს არ უნდა ხდებოდეს. პირიქით უნდა იყოს ძალიან წახალისებული მეცნიერებები. აი მე მარტივად ვიმსჯელებ, რა უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ ნაკლები კრიმინალი გვქონდეს. ეს განათლებული ადამიანები უნდა იყვნენ დაფასებულები, ხშირად მოწვეულები სატელევიზიო სივრცეებში, ხშირად უნდა საუბრობდნენ ახალ აღმოჩენებზე, ხშირად უნდა გამოჩნდეს, რომ ესენი სარგებელს იღებენ. რატომ სხვასაც გაუჩნდეს სურვილი გაჰყვეს ამ გზას, თვითრეალიზაციის გზას. ეხლა მეორე, ხო? აი დაუშვათ სახელმწიფომ გადაიხადა ქვეყნის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ახლა ეს არის სპორტში, ხო? პირობითად ვიძახი. და რა, ამან რა მოგვიტანა? ვინმე ჩამოდის და საქართველოში ვარჯიშობს? არა. აი ეხლა მე დავსვამ ასეთ კითხვას. რომ დაუშვათ ავიღოთ 1 მილიარდი ლარი გინდაც ევრო. 1 მილიარდი ევრო უფრო ნორმალური იქნებოდა. და ავაშენოთ ერთი კლინიკა, ან რეფორმირება და რეკონსტრუირება გავაკეთოთ ერთი კლინიკის, რომელიც უმაღლეს დონეზე მოამზადებს პირობითად ნევროლოგიის ან კარდიოლოგიის სპეციალისტებს, შემოიტანს ყველაზე ახალ აპარატურას და გახდება ნომერ პირველი ცენტრი ქვეყანაში. რა მოხდება მაშინ? ანუ ეს სახელმწიფომ რო გააკეთე. რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოს ვალია. რა მოხდება მაშინ? მოხდება ის რომ მინიმუმ გარშემო რეგიონებიდან წამოვლენ პაციენტები და აქ ფულს გადაიხდიან მკურნალობაში. ეს გახდება ქვეყნის შემოსავლის წყარო, რომელსაც რა თქმა უნდა თავის მხრივ კვებაც დასჭირდება, მაგრამ რომელიც უდიდეს მოგებას მოუტანს ქვეყანას. მე ერთი სფერო რომ საკმაოდ გაფართოვდება, მეორეზეც შევძლებთ კონცენტრაციას და დაახლოებით 30-40 წლიან პერსპექტივაში ავაშენებთ საუკეთესო ქვეყანას, თუ ჩვენ მეცნიერებას დავეყრდნობით. ეხლა მეორეს მხრივ კლინიკური ფსიქოლოგიის პროგრამები საკმაოდ შეზღუდულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ესე იშვიათი დარგის სპეციალისტი ვარ. რატომ? იმიტომ რომ კლინიკური ფსიქოლოგები მაგალითად ვეხმარებით მხოლოდ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს ან კრიმინალურ გამოძიებაში ვერთვებით ან სასამართლო პროცესებში, მაგრამ სულ ესა. ეხლა მეორეს მხრივ ნახეთ. მე ძალიან ბევრი შემომხვდა ბიზნეს ფსიქოლოგიის, ეკონომიკის ფსიქოლოგიის პროგრამები სხვადასხვა ქვეყნებში. რატოა ეს ყველაფერი წინ წამოწეული? იმიტომ რომ მათ იციან, როგორ უნდა დაეხმარონ პროდუქტებს რეალიზებაში, როგორ უნდა დაიწყონ მარკეტინგისათვის რა კვლევებია საჭირო, როგორ უნდა მოახდინონ ხალხის აზრის ფორმირება. ესეც იყიდება. და ჩვენ დავქენით დიმიტრი უზნაძის სასწაული კვლევა სხვათა შორის და განწყობის ფსიქოლოგია ძალიან მაგარდამია. ესაც მივივიწყეთ რამდენ ადამიანს ახსოვს დიმიტრი უზნაძე, რომელიც მსოფლიო კლასიკოსია და რომლის თეორიაც სხვათა შორის ფსიქოანალიზზე მაღლაც კიდგას ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ ექსპერიმენტულად არის შემოწმებული. ფსიქოანალიზი წარმოადგენს ემპირიული დაკვირვების შედეგს და გაანალიზებას, ხოლო უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია წარმოადგენს ექსპერიმენტული ცდების პროდუქტს და ამიტოა ძალიან ღირებული, მაგრამ
ეს ძალიან ბევრმა ფსიქოლოგმა არც კი იცის იმ ფუნდამენტური საფუძვლების შესახებ, რომელიც არის. აი ჩვენ როდესაც მე ეს ყველაფერი დავივიწყეთ და პირობითად შევეხოთ მაგალითად კიდევ თავი დავანებოთ სხვა რკინის კვლევის ინსტიტუტი რო გავაკეთოთ ან რაღაცა ორგანიზმში ან ჰაერში და გავხდეთ წამყვანი ინსტიტუტი რომელიც კვლევებს გაყიდის. ყველა სახის სამეცნიერო კვლევითი კი ბატონო, ნებისმიერი იყო და მიმართულებები იყო საქართველოში და საუკეთესოები იყვნენ მთელს ევროპაში. და დაშალეს. აბსოლუტურად. დიახ, ეს იყო ნომერ პირველი მტრული ნაბიჯი და მე ხო ვინ უნდა იყოს ავტორიტეტი ახალგაზრდებისთვის რომ არ ჩაიდინონ კრიმინალი ბოდიში, მაგრამ ეს ეს სპორტსმენებიც უკვე ძმაკაცობას იწყებენ ვესთან საქმეს გამრჩევ ტიპებთან, არ ვიცი დაკვირვები ხართ თუ არა ამ ტენდენციას და იცით საქმე რაშია რომ ის ვინც მისაბაძი უნდა იყოს დღესდღეობით არის დაკნინებული, დამცირებული და ის ვინც კი უნდა იყოს მისაბაძი, მაგრამ იმდენად არა და მეორე ხარისხოვანი პრიორიტეტია ის პირველ პლანზეა წამოწეული ბოდიშით, ხო? აი მინდა ვისაუბრო ისევ რომ შალვა ამონაშვილი არის უდიდესი მეცნიერი მსოფლიოში. მარტო საქართველოში კი არა. ქართველებმა გავიცანით როდის მის მოხუცებულობაში, ხო? მანამდე სათჩანდა ეს ძალიან ღირსეული მამაკაცი. მაგრამ მისი სწავლებების საფუძველი გახდა სკანდინავიის ქვეყნების პედაგოგიკის, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პედაგოგიკის და ამ დროს საქართველოში ვინ იყენებს ჰუმანისტურ პედაგოგიკას, რომელიც შალვამ შემოგთავაზა, ხო, ბატონმა შალვამ. და მე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ აი როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია. მე დავუსვამ კითხვას საზოგადოებას, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ ჩვენი მომავალი თაობები არ დაიღუპნონ? მე მგონი თქვენც იცით ამაზე პასუხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვა შევცვალოთ და მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა პროპაგანდისტული ფრაზები გამოვირეცხოთ თავის ტვინიდან და მივხვდეთ იმაზე რა არის რეალური. დავფიქრდეთ, ფიქრი ყველას შეუძლია. ნუ დაგეზარებათ ფიქრი, იაზროვნეთ. ეს ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ის რაც თქვენ ახლა ჩვენი გადაცემის დრო მოიწურა უკვე და ძალიან სასიამოვნოა რომ ესე ამთავრებთ თქვენს დღევანდელ იმას მოსაზრებებს და ერთს ვიტყვი ის რაზეც თქვენ აი ბოლო იმაში რა ქვია ბოლოს ისაუბრეთ ეს ლაპარაკობს იმაზე რომ ჩვენ სახელმწიფო არ აგვაქვს. რომ ის რასაც სახელმწიფო ქვია, რაღაც მიმართულებები და ასე შემდეგ, ყველაფერი იმართება მაფიებით. მაფიები მართავენ საქართველოს. მე არ მეშინია მისი თქმა, იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს, თუნდაც ჯანდაცვის სისტემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არც ერთი სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი ქალაქის, როდესაც გეტყვის, რომ სახელმწიფო დაწესებულება კერძო ბიზნესს გააკოტრებსო. რაზე უნდა ილაპარაკო აქ? ხო? ამიტომ თუ ჩვენ არ შევცვალეთ ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, თუ არ შევიცვალეთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის, ჩვენი გარემოს და ჩვენი ქვეყნის მიმართ, არაფერი არ გამოვა. ხო? ეს კრიმინალური დაჯგუფებები კიდევ უფრო მოიმატებს და გვინდა ჩვენ რო ესე იყოს? რა თქმა უნდა, თანაც ნახეთ, ჩვენ ზოგადად ვამჩნევთ რას, ვამჩნევთ ამ სისხლიან დანაშაულებს, ვამჩნევთ ამ პრობლემურ ქცევებს, მაგრამ თეთრი საყელოს დანაშაულები არანაკლებია და სწორედ თეთრი საყელოს დანაშაულებებს, ეს მაღალი ეშელონების დანაშაულებრივ ქცევებს მივყავართ ამ ქცევებამდე, ამ ჯგუფურ კრიმინალურ ქცევებამდე. არსებობს რაღაცა მიზეზი და არსებობს პროდუქტი. და აი ეს არის პროდუქტი, რაზეც ჩვენ მთელი გადაცემა ვსაუბრობთ. გასაკვირველი, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მინდა რომ ჩვენი გადაცემა არ იფიქროს მაყურებელმა, რომ ჩვენ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ. ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ საერთოდ ვეთიშებით ყველანაირ
საქმიანობას ყველანაირ, ასე ვთქვათ, აზროვნებას მთლიანად რო ვეთიშებით, აი მე გინდა პოლიტიკა უძახე და რაც გინდა ის დაუძახე მაგას, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული არის ჩვენზე. ძალიან დიდი მადლობა ესეც საინტერესო საუბრისათვის. მე გემშვიდობებით თქვენს პატრიცემულო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.